დარტყმა და მეკარე თამაშობს ყინვალეთ ამ ეპიზოდში. ყალიჩავამ თავისი გუნდი გადაარჩინა, თამამად შეგვიძლია ამ ყველაფერზე ვთქვათ. ბიორნ იონსენი ფეხბურთელი, რომელიც არაჩვეულებრივად თამაშობს მეორე სართულზე. შეიძლება აქედან სწრაფად განავითარო ნიერიში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და იონსენი ძალიან კარგ პოზიციაშია. ერთ-ერთზეა მეკარესთან შევიდა საჯარიმოში, ვერ დაარტყა, თუმცა მაინც მოახერხა და ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. მე-17 წუთზე ბიორნ იონსენი გატანილი გოლის ავტორი. რა თქმა უნდა აღნიშნა თავის ფან-კლუბის წევრებთან, ჯუნგლებთან ერთად, რომელსაც იუბილე აქვს კიდევ ერთხელ შეგახსენებს. სეზონში მეხუთე გოლი ბიორნ იონსენის. დარტყმა და მეკარე თამაშობს კარგად. ხედავდით, ცოტა უცნაური ტრაექტორიით წავიდა, ბურთი ოდნავ დატრიალდა და კლიაიჩი ძალიან გამოცდილია და სერბმა მეკარემ მოახერხა ბურთზე თამაში. პირველი წაგებული ტაიმის შემდეგ გუნდს არ მოუგია არც ერთ შეხვედრა, აქ დარტყმა და მეკარე თამაშობს კარგად. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ციფრებია, მე უბრალოდ ციფრები გითხარით. შიხლაძის ჩაწოდება დასწრებაზე და ძელს ხდება ბურთი, ძელს ხდება. მუჯირი იყო ძალიან კარგი ამ ეპიზოდში, ახლო ძელთან იხსნებოდა ძალიან კარგად. აი ნახოთ ახლა ეს ეპიზოდი. ჯეფინიო ბურთით მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და არტყა და მცირე მანძილით ააცილა. კარგი იყო გამოცდილი ბრაზილიელის შეტევა, თუმცა ზუსტი დარტყმით ვერ დაასრულა. ჩაწოდება არის დარტყმა და აქ უკვე მეკარე თამაშობს, კიდევ ერთი დარტყმა და გადარჩა გუნდი. აქ უკვე კლიაიჩის ძალიან კარგი მოგერიებული ბურთი ვნახეთ. ფილიპ კლიაიჩი განმეორებით უნდა ვნახოთ. კიდევ ერთხელ დინამიური ეპიზოდი იყო, ვინ დაარტყა, ხორხელმა თუ ჯეფინიომ და აი ხედავთ, მართლაც საოცარი მოგერიება. აქ ფაცაცია თამაშობს ბურთზე და შეუძლია დაარტყას კიდევაც შორიდან და არაზუსტია, ოდნავ არაზუსტი. აი ეს რაც ახასიათებს ფაცაციას, ცოტა არაორდინალური ქმედებები, ნახა სივრცე, გაისწორა ბურთი და დაარტყა. ბიძინაშვილია კარგ პოზიციაში, მან დაარტყა და მეკარე თამაშობს დამატებაზე იონსენი და კიდევ ერთი მეკარის საოცარი თამაში. მეკარეები დღეს მოწოდების სიმაღლეზე არიან აშკარად. აქ გასაგებია შორიდან მოგერიებული გავიგეთ, მაგრამ აი ხელმეორე დარტყმის შემდეგ მოასწრო რეაგირება ყალიჩავამ, აი აქ ძალიან კარგია და კიდევ უფრო საოცარი სეივი, საოცარი ამ ეპიზოდში ყალიჩავამაც ტოლი არ დაუდო კლიაიჩ. ძლიერი დარტყმა და მეკარე თამაშობს კიდევ ერთხელ ძალიან კარგად, კიდევ ერთხელ. ყალიჩავა, მიუხედავად გაშვებული გოლისა, ძალიან კარგი თამაში აქვს სამგურალის მეკარეს. მაღალი ჩაწოდება თავით არაზუსტია დარტყმა, არა და შანსი იყო.